მოგესალმებით ეთერშია დასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიევა გაგაცნობთ. მიხეილ ყაბულაშვილმა პარტია ძლიერი საქართველოს ლელოს ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა. როგორც ყაბულაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, მიუხედავად სხვადასხვა გარემოებისა, პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, რათა არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება. დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის პროცესი. რეგისტრირებულ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის არის ერთი პარტია ძლიერი საქართველოს ლელო, რომლის ლიდერები ამჟამად კონკრეტული დანაშაულისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიან სასჯელს, მოვუწოდებ ყველა საარჩევნო სუბიექტს. ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჯანსაღდამშვიდ გარემოში ჩატარებას. წარმატებებს ვუსურვებ ყველა საარჩევნო სუბიექტს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მუნიციპალიტეტების განვითარებისა და მოსახლეობის ინტერესების რეალიზების გულწრფელი სულისკვეთებით მონაწილეობს. აღნიშნულია მიხეილ ყაბულაშვილის განცხადებაში. მივესალმები ნებისმიერი პოლიტპატიმრის თავისუფლებას მამუკაც და ბადრიც იყვნენ პოლიტპატიმრები აბსოლუტურად გაუგებარი აბსურდული ბრალდებით ციხეში გამოკეტილები. ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რითაც ლელო ძლიერი საქართველოს ლიდერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალებას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, ქართული ოცნების განცხადებები ნებისმიერ დონეზე არჩევნების კონკურენტულ გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით მხოლოდ მაშინ იქნებოდა სარწმუნო, თუ პოლიტიკოსები ციხეში არ იქნებოდნენ. მაშინ ნამდვილად ვირწმუნებდი, რომ მათი პოლიტიკური ნება მიდგომა და სურვილი არის ის, რომ საარჩევნო პროცესი ნებისმიერ დონეზე ჩატარებული არჩევნები მიმდინარეობდეს კონკურენტულ გარემოში და არც ერთი პოლიტიკური მოძრაობის ხელმძღვანელი თუ ლიდერი პირი არ იყოს ციხის საკანში გამოკეტილი, განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა. 8 წლის განმავლობაში ქალაქი შეიცვალა რადიკალურად და ეს არის პირველ რიგში პირადად კახა კალაძის და მისი გუნდის დამსახურება. მადლობა მინდა გადავუხადო მათ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაური ექსპო ჯორჯიაში თბილისის მერის პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც დედაქალაქის ინფრასტრუქტურის პოლიტიკას შეეხებოდა. კახა კალაძის პრეზენტაცია ეხებოდა ინფრასტრუქტურულ საკითხებს და საბავშვო ბაღებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, რომელიც განხორციელდება შემდეგი 4 წლის განმავლობაში, ქალაქის დასუფთავებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ასე შემდეგ. მემართულებით ხედავთ, რომ გეგმები არის თამბეჭდავი და დარწმუნებულები ვართ, რომ ყველა ეს გეგმა განხორციელდება ძალიან დიდი წარმატებით. ამის რწმენას გვაძლევს ის 8 წლიანი გამოცდილება, რომელიც ჩვენ გვაქვს. მადლობა მინდა გადავუხადო კახა კალაძეს 8 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის და მთლიანად მერიის გუნდს, განაცხადა პრემიერმა. კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის საქართველოს მიერ ჩატარებულ სატელეფონო კვლევის შედეგების თანახმად, თუ კი ევროკავშირი მართლაც შეაჩერებს საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზო მიმოსვლას, გამოკითხულთა 51% პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს აკისრებს. ამავე კვლევის თანახმად, ასეთ შემთხვევაში 18-დან 34 წლის ახალგაზრდები უფრო მეტად მიიჩნევენ პასუხისმგებლად ქართულ ოცნებას ივანიშვილს, ვიდრე უფროსი ასაკის მოქალაქეები. ასევე კვლევაში აღნიშნულია, რომ დედაქალაქში მცხოვრებნი მმართველ გუნდს პასუხისმგებლობას უფრო მეტად აკისრებენ ვიდრე სხვა ქალაქებსა და სოფლებში მცხოვრებდი. ამასთან, ცენტრის ინფორმაციით კვლევის თანახმად საქართველოს მოსახლეობაში კვლავ მაღალია ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერა და ევროკავშირის წევრობას გამოკითხულთა 78% ემხრობა. არჩევანი მარტივია, ან გახარ სიმართლის და საქართველოს მხარეს, ან ემსახურებით ყუილს და ძალადობას. შუაში ადგილი აღარ დარჩა. ყოლანი 4 ოქტომბერს რუსთაველზე. ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, მისივე თქმით რეჟიმი ყუილზე და ძალადობაზე დგას. ნუ თუ ვერ ხედავ როგორ ექცევიან ახალგაზრდებს ქუჩაში, ვერ ხედავ როგორ ასამართლებენ სრულიად უდანაშაულო გოგო ბიჭებს, როგორ აცხადებენ მტერს მოყვარეთ და მოყვარეს მტრად, როგორ აბრალებენ შენს სამშობლოს ომის დაწყებას, როგორ დასცინიან ჩვენს გმირებს და კიდევ 1000 სხვა უსამართლობა. ამიტომ ხარ სისტემის ნაწილი და მე რაც არ უნდა თქვა, მე რა შუაში ვარ, მე უბრალოდ ვმუშაობ, ეგ აღარ გამოვა. არჩევანი მარტივია, ან გახარ სიმართლის და საქართველოს მხარეს, ან ემსახურებით ყუილს და ძალადობას. შუაში ადგილი აღარ დარჩა. ამიტომ ყოლანი 4 ოქტომბერს რუსთაველზე, აცხადებს პაატა მანჯგალაძე. პირდაპირ მოწოდებები კეთდებოდა ომში ჩართვასთან დაკავშირებით. ამას ხომ არ ვიგონებთ. არავის მივცემთ შესაძლებლობას ჩვენი ქვეყნა გამოიყენოს ისე, როგორც უკრაინა გამოიყენეს და მივიღოთ ის უმძიმესი შედეგები, რაც სამწუხაროდ უკრაინაშია. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, პირდაპირი მუქარები იყო პრემიერ-მინისტრის და პარტიის თავმჯდომარის მისამართით, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი გახსნილიყო და უზრუნველყოფილი ვიქნებოდით ყველანაირი
საბრძოლო მასალით. გარდა ამისა, გამოდიოდნენ მაღალი თანამდებობის პირები. უკრაინის უშიშროების მდივანი იყო მგონი, რომელიც გამოვიდა და პირდაპირ თქვა, რომ საქართველო უნდა შეგვეხიდოს და მეორე ფრონტი გაიხსნასო. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმეა ჩვენი პოლიტიკით შეხედულებით ვიცავთ ჩვენს ქვეყანას. ვატარებთ ისეთ პოლიტიკას, სადაც პირველ რიგში ჩვენი სამშობლოს ინტერესები იქნება დაცული. არამის ვინცოთ შესაძლებლობას ჩვენი ქვეყანა გამოიყენოს ისე, როგორც უკრაინა გამოიყენეს და მივიღოთ ის უმძიმესი შედეგები, რაც სამწუხაროდ უკრაინაშია. განაცხადა კახაკალაძე. რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით 2 სექტემბერს დაკავებული მომიტინგეები 48 საათიანი ადმინისტრაციული დაკავების ვადის ამოწურვის გამო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. რამდენიმე პირის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო, ისინი ადმინისტრაციულ სამართალ დამრღვევებადაც ცნო. 5000 ლარი დაიკისრა 2 სექტემბერს დაკავებულ დავით გუნაშვილს, ხოლო ანი ჭინჭარაუს 4000 ლარი, რომლებიც ასევე სამართალ დამრღვევებადაც ცნო სასამართლომ. მანამდე რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით 2 სექტემბერს დაკავებული ინგე ლუკა დებდარიანი სასამართლომ სამართალ დამრღვევადაც ცნოდა 500 ლარიანი სახტელი დაეკისრა, რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებულებს, რომლებიც საპროტესტო აქციაზე დააკავეს, მათი პროცესები გადაიდო. ცნობისთვის, 2 სექტემბერს რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა კოდექსის 166 და 173 მუხლებით, რაც პოლიციის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, 23 პირი დააკავეს. თბილისის საბავშვო ბაღებში მომავალი თაობებისთვის ისეთ ინფრასტრუქტურას ვქნით, რომელიც შეიძლება ბევრ ევროპულ ქვეყანას არ ჰქონდეს. ამის შესახებ თბილისის მერმა ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა კახაკალაძემ ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა. კალაძის თქმით, ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დაწყებული სათამაშოებიდან თეთრეულით დამთავრებული. 2012 წელს, როდესაც მოვედით ხელისუფლებაში, მახსოვს მშობელს ბავშვი რომ მიეყვანა საჯარო საბავშვო ბაღში, მას ჰქონდა ყოველთვიური გადასახადი, რაც უმძიმესი ტვირთი იყო ოჯახებისთვის. საარჩევნო კამპანიის დროს უამრავი ადამიანი შეგვხვდა, რომელსაც ელემენტარული შესაძლებლობა არ ჰქონდა ბავშვის ბაღში მისაყვანად. იმ რეფორმის ფარგლებში, რომელიც განვახორციელეთ, ბაღები გავხადეთ უფასო, განაცხადა კალაძემ. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა საქართველოსა და თურქეთის ნაკრებებს შორის ანგარიშით 2-3 დასრულდა. პირველი გოლი შეხვედრაში თურქებმა გაიტანეს. თურქმა ფეხბურთელმა მერთ მულდერმა მე-3 წუთზე ტაიმის ბოლოს 51 წუთზე კი ქერემ აქტურკოღლუმ ანგარიში 2-მდე გაზარდა. მეორე ტაიმში 52 წუთზე კი მან კიდევ ერთი გოლით დუბლი შეასრულა. თურქების კარში საქართველოს ნაკრებიდან გოლი ზურიკო დავითაშვილმა შეხვედრის 63 წუთზე გაიტანა. შეხვედრის დამატებით დროში თურქეთის კარში ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა და ანგარიში სხვაობა შეამცირა. შეხვედრაში იყო წითელი ბარათებიც მსაჯმა თურქ ფეხბურთელ ილმაზის გიორგი ქოჩორაშვილის წინააღმდეგ უხეში თამაშისთვის წითელი ბარათი მისცა და მოედნიდან გააძევა. მსაჯისგან წითელი ბარათი მიიღო საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმაც. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა თბილისში დინამო არენაზე მიმდინარეობდა. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით უკრაინულ მხარესთან ძირითად საკითხებზე შეთანხმების მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. უკრაინულ მხარესთან საკვანძო საკითხებზე შეთანხმების მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება მაშინაც კი, თუ პოლიტიკური ნება იარსებებს, აღნიშნა პუტინმა აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე. მისივე თქმით, მზადაა უკრაინულ მხარესთან კონტაქტებისთვის, თუმცა ამაში აზრს ვერ ხედავს. მე უკვე არაერთხელ მithქვამს, რომ მზად ვარ ამ კონტაქტებისთვის უკრაინულ მხარესთან, მაგრამ ამაში დიდ აზრს ვერ ვხედავ. აღნიშნა პუტინმა. მისი მტკიცებით რუსეთი უკრაინულ მხარესთან მოსკოვში შეხვედრის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ამასთან მისი თქმით, უკრაინის ნატოში გაწევრიანება პირდაპირ რუსეთის უსაფრთხოების ინტერესებს ეხება. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა ფრანგ კოლეგა ჟან ნოელ ბაროს მოუწოდა. უარი თქვას პალესტინის აღიარებაზე და გააფრთხილა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ისრაელში სასურველი სტუმარი არ იქნება. ინფორმაციას გამოცემა Times of Israel ავრცელებს. გამოცემა გიდეონ საარის ოფისზე დაყრდნობით იუწყება, რომ სატელეფონო საუბრისას გიდეონ საარმა ჟან ნოელ ბაროს მოუწოდა გადახედოს საფრანგეთის ინიციატივას პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ და განაცხადა, რომ საფრანგეთის ინიციატივა ძირს უთხრის სტაბილურობას ახლო აღმოსავლეთში და ზიანს აყენებს ისრაელის ეროვნულ და უსაფრთხოების ინტერესებს. ისრაელი საფრანგეთთან კარგ ურთიერთობებს ცდილობს, მაგრამ საფრანგეთმა პატევი უნდა სცეს ისრაელის პოზიციას, როდესაც საქმე მისი უსაფრთხოებისა და მომავლისთვის აუცილებელ საკითხებს ეხება, განაცხადა საარმა საუბრის დროს. რუსეთს არასდროს უთქვამს უარი იმ ქვეყნებთან თანამშრომლობაზე, რომლებსაც მასთან კავშირების განვითარებას სურთ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობაზე, მათთან, ვისაც ჩვენთან მუშაობა სურთ, აღნიშნა პუტინმა. მისი მტკიცებით რუსეთი ღიაა თანამშრომლობისთვის მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან, მაგრამ უპირველეს ყოვლისა მეგობრებთან. ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან, პირველ რიგში მათთან, ვისაც ჩვენთან მუშაობა სურს, ჩვენს მეგობრებთან, აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
ევროპელები ხელს უშლიან უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებას. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, მისი მტკიცებით მოსკოვი ხედავს, რომ ევროპა აგრძელებს მცდელობებს უკრაინა ყველაფერი ანტირუსულის ცენტრად აქციოს. რა იყო უკრაინის გარშემო არსებული კრიზისის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი? მცდელობა, რომ უკრაინა ყველაფერი ანტირუსულის ცენტრად აქციონ. ანუ ჩვენ ვხედავთ ამ მცდელობების გაგრძელებას, განაცხადა პესკოვმა. მან უსაფრთხოების გარანტიების შესახებაც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ის უზრუნველყოფილი უნდა იყოს როგორც უკრაინისთვის, ასევე რუსეთისთვის. რა თქმა უნდა, დარეგულირების პროცესში ეს გარანტიები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჩვენთვისაც და უკრაინელებისთვის, აღნიშნა პესკოვმა. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.